ნიკოლოზ ვაშაკიძეს ბიძინა ივანიშვილის მიერ სომხეთში გაკეთებულმა განცხადებებმა კითხვები გაუჩინა. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე გუშინ პირველი არხის ეთერში ისაუბრა. როგორც ვაშაკიძე აცხადებს, თავის დროზე მან ხელისუფლების შეთავაზება მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ სიამოვნებით მიიღო, რადგან მაშინ გაცხადდა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლებოდა. თუმცა დღეს ვაშაკიძე განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებზე საუბრობს. მისთვის გაუგებარია საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი და სომხეთის როგორც მისაბაძი ქვეყნის მაგალითი. სომხეთში გაკეთებულმა განცხადებებმა პრემიერ-მინისტრი გეუბნება, რომ ის იდეები, რომელსაც მე ვაჟღერებ, არ მოდის თანხმედრაში მის პოლიტიკურ კურსთან, რა უფლება მაქვს, რომ მე არ დაუჯერო მას. სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა ნახსენებმა სომხეთში გაკეთებულმა განცხადებებმა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში, ხაზს უსვამ ამას, უახლოეს მომავალში ეს პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება.